სოფლიოში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ქართულ საზოგადოებას ბევრ კითხვაზე გასცა პასუხი. ყოველდღიურად კიდევ უფრო ნათელი ხდება გარეძალების მიერ დაფინანსებული და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკური ჯგუფების საქმიანობის რეალური მიზნების შესახებ. ამავე დროს საზოგადოება თვალყურს ადევნებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ხტომებს. სულ რამდენიმე დღეა მიმდინარეობს სხვადასხვა ადამიანების გამოკითხვა და პირველივე დღეებში არა მხოლოდ ინფორმაციულად, არამედ უკვე მტკიცებულებების დონეზე საშკარად გამოიკვეთა, რამდენად ღრმა ფესვები აქვს იმ ბოროტებას, რომელსაც დღემდე ებრძვის ქართული საზოგადოება და მის მიერ არჩეული ხელისუფლება. რამდენად დიდი გამოწვევების წინაშეა ჩვენი ქვეყანა და რა მასშტაბის საშიშროების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედი, გარედან მართული და ყველანაირ დანაშაულზე წამსვლელი ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები კვლავ იქნებიან უფლებამოსილნი იწოდებოდნენ პოლიტიკოსებად. პოლიტიკურ პარტიებად და ამ სახელდების ქვეშ განაგრძობდნენ საქართველოს წინააღმდეგ მორალური, პოლიტიკური თუ სისხლისამართლებრივი დანაშაულების ჩადენას. თეორიულად რომ დავუშვათ მათი ხელისუფლებაში დაბრუნება, ისინი კიდევ უფრო დიდი ძალისხმევით გააგრძელებენ საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ ბრძოლას. საგამოძიებო კომისიის პირველივე ხტომებიდან კარგად გამოჩნდა, რომ წარსულში ჩადენილი გაუგონარი დანაშაულების ავტორები და მათი თანამძრახველები ქვეყნის წინაშე საერთო მტრული მიზნით მოქმედი პოლიტიკური პარტიები უნდა ჩამოშორდნენ პოლიტიკას. საბოლოოდ, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვეძლება ვისაუბროთ ჩვენი სამშობლოს გადარჩენის, განვითარების, გამთლიანების, ევროპული მომავლის, კულტურის და იდენტობის შენარჩუნების რეალურ პერსპექტივებზე. ამავე დროს, ამ გადაწყვეტილების გარეშე შეუძლებელია გაჩნდეს რეალური საქმეზე ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ძლიერი ოპოზიცია, რომელიც არ იქნება დაკავებული ქვეყნის გარედან მიღებული დავალებების შესრულებით. წარსულის ცოდვებით დამძიმებული ეგრეთ წოდებულ პოლიტიკოსებს დღეს მთლიანად აქვთ ათვისებული ოპოზიციური ველი და შანსს არ უტოვებენ სხვას ხელისუფლების ოპონენტად ჩაერთოს დემოკრატიულ პროცესებში მაშინ, როდესაც ამ ქვეყანას ჰყავს უამრავი ნიჭიერი, განათლებული და პატრიოტი ადამიანი, მათ შორის ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები, რომლებიც ვერც კი ფიქრობენ პოლიტიკაში ჩვენს ოპონენტებად შემოსვლასა და შემდგომ განვითარებაზე, რადგან იციან, რომ მინიმალურ კონკურენციასაც კი ვერ გაუწევენ, უცხოელ პატრონიან და გარედან დიდი თანხებით დაფინანსებულ ვითომ პოლიტიკოსებს. შეგახსენებთ, რომ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის ანტიკონსტიტუციური